60 კოშკის ადგილი. ეს ხადასხეობაა. ვახუშტი ბაგრატიონის წყაროებშიც მოხსენიებულია როგორც ადგილი კლდოვანი და 60 კოშკოვანი. ხეობა ერთხელ მონღოლთა შემოსევის დროს გატეხეს. ისიც 60-დან მხოლოდ 25 კოშკი აიღეს. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად ყველაზე მთავარ კოშკთან, რომელიც ყველაზე შორს და მაღლაა, ადრე ოქროს ყოჩები ბალახობდნენ, რომლებიც ხეობას ბოროტებისგან იცავდნენ. ხადას ხეობის ერთ დღეში შემოვლა წარმოუდგენელია. ამიტომაც გადავწყვიტეთ შედარებით ნაკლებად ცნობილი მარშრუტი შეგვერჩია, რამაც გაამართლა და მართლაც არაჩვეულებრივი გასვლა გამოგვივიდა. მოვინახულეთ შესანიშნავი ძეგლები და ხადას არაჩვეულებრივი ბუნება. მეტი ექსტრემისათვის ისეთი ბილიკებით ვიარეთ, სადაც კაიხანია არავის გაუვლია. მარშრუტი დავიწყოთ სოფელ ციხიანიდან და ისე დავგეგმეთ, რომ წრიული გამოსულიყო. ჩვენი დღევანდელი ექსპედიციის წევრებსაც გაგაცნობთ. 2K კრისტინა და კეთი. იქით ილია. მოდით აგიხსნით რა მარშრუტი უნდა გავიაროთ ჩვენ. მოკლედ ეს არის სოფელი ციხიანი. აქედან ავიდეთ აი ზემოთ არის ქოროღოს კომპლექსი. შემდეგ იქიდან უნდა გადმოვიდეთ ესე მთაზე. და ავიდეთ აი ზემოთ სეთურნის ცეცხლისჯვრის კომპლექსზე, იქიდან უნდა ჩამოვიდეთ ასე. ეს ეკლესია უნდა ვნახოთ და დავუბრუნდეთ უკან. ანუ წრე უნდა შევკრათ. ავედით? წევედით. ქოროღოს ღვთისმშობლის ეკლესია იმით არის გამორჩეული, რომ მასზე არის იშვიათი რელიეფური გამოსახულებები, რომლებიც უშუალოდ მშენებლობის პროცესს ასახავენ. აღნიშნული გამოსახულებებით შემკულია დასავლეთ ფასადის კარნიზი. მაგალითად, პირველი სცენა მარცხნიდან. მასზე ერთი ადამიანია გამოსახული. ის სამტეხლოდან ქვას იღებს, წერაქვით ღარს კაფავს მის გარშემო. ამ ხელობის ოსტატებს ქვის მხდელები ეწოდებოდათ. შემდეგი სცენა მზიდავებს აჩვენებს. მარხილზე, რომელშიც შემოვლია წყვილი ხარი, ქვის დიდი ბლოკი დევს. ერთი მუშა წინ მიუძღვის, მეორე უკან მიჰყვება მარხილს და ჯოხით იჭერს ქვას სწორ მდგომარეობაში. შემდეგი სცენა სამშენებლო ხსნარის მომზადებას გვიჩვენებს. ორი მუშა გობის აქეთ-იქით დგას და შიგ კირს ურევს წყალთან. მარჯვენა მუშას ნიჩაბი უჭირავს და გობში კირს ყრის. თითქოს სცენის აზრის უფრო წარმოსაჩენად მის უკან დიდი დოქიც არის გამოსახული. კირის ხსნარის მკეთებლებს წყალი ახლოს უნდა ჰქონოდათ. ყველაზე საინტერესო კი იქ ის ინსტრუმენტია, რომელსაც მარცხენა ოსტატი იყენებს მუშაობისას. სამწუხაროდ რელიეფის ზედაპირის დაზიანების გამო ხელსაწყოს სტრუქტურა კარგად არ ჩანს და მხოლოდ მიახლოებით შეუძლია წარმოვიდგინოთ, როგორ მუშაობდა ის. მთავარი ელემენტია კირხსნარის ასარევის სპეციალური ნიჩაბი, გრძელი ტარით და მასზე მარტი კუთხით წამოცმული პირით. პირი ჩაშვებულია გობში, ხოლო ტარი ძირს არის დახრილი ისე, რომ მისი ბოლო ოსტატის ფეხთანაა. დანარჩენი სცენებია ქვის თლა, ლოდების ზურგით გადატანა, ქალების მიერ მშენებლებისთვის საგზალის მიტანა, ქტიტორის გამოსახულება, ეკლესიის მოდელით ხელში.
შუაში კი კეხის ქვაზე ღვთისმშობლის ფიგურაა გამოსახული. ამრიგად, ქოროღოს ეკლესიაზე წარმოდგენილია მშენებლობის ამსახველი რელიეფების მთელი ციკლი. შესაბამისად, ის ქართული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლია. წამოვედით ქოროღოდან და მივიმართებით ცეცხლის ჯვრის კომპლექსისკენ. ახლა თქვენ დაგანახებთ ქოროღოს. აი იქით არის. ესე ბილიკები მოდის აქ და ესე აუყვებით და ავალთ ცეცხლის ჯვრის კომპლექსში. რა შეიძლება ახლა რომ ვთქვა, ვინც ხადას ხეობაში მოგზაურობს, ამ კომპლექსს ფაქტიურად არავინ არ ნახულობს, არ ვიცი რატო. რადა ძალიან საინტერესო ძეგლიც არის. ძალიან საინტერესო ხედებიც არის აქედან და მოკლედ ძალიან ლამაზია. ამიტომ ვინც ხადას ხეობაში წამოხვალთ, ყველას გირჩევთ რომ ქოროღო ხო ნახოთ. აუცილებლად ნახოთ ცეცხლის ჯვრის კომპლექსი, ძალიან ლამაზია. ახლა ავალთ და თქვენს გაჩვენებთ რა სილამაზეები იშლება იქიდან. ნახეთ მეგობრებო, რა შესანიშნავი კომპლექსია აქეთ. აქეთ მოჩანს გუდაური. აი ეს გუდაურია. აქეთ კიდე თავად ხადას ხეობა. ძველია, როგორც მახსოვს, მე-9 საუკუნისაა. თუ ვცდები შემისწორეთ. წავით დავთვალიეროთ. მოკლედ კომპლექსი შედგება რამდენიმე ნაგებობისგან. უშუალოდ ერთი კოშკი, ერთი ეკლესია და დამხმარე ნაგებობებია კიდე. წავიდეთ, აბა შევიდეთ. შესანიშნავი ხედი აქედან მთლიანად არაგვის ხეობაზე. შესასვლელი არის მცირე, აი ესეთი მორთული თავსართია. კიდან შევდივართ. ერთობიან მეგობრები.
აი ესეც ნახეთ რა ლამაზია. ჯვარია გამოსახული. შენიერი რელიეფია. ესეთი ლამაზი ადგილია მეგობრებო. ყველას გირჩევთ აქ ამოსვლას. აბა გისმენთ? მოხიბლული ვარ თქვენ ვოკალი. კარგია. აქ შევიდეთ. აქ შევიდეთ ესეთი. ეს არის კოშკი შიგნიდან მეგობრებო. ახეთ რა ვიწროა. ყველა სართულზე იქნებოდა ასასვლელი, ბუნებრივია. აი აქეთ სარკმელები. ამ სართულიანია 1 2 3 4 5 სართულიანი. 5 სართულიანი კოშკია ესეთი შესანიშნავი. თელ ტერიტორიას აკონტროლებდა აქედან. ძალიან მაგარ ადგილზეა. კიდევ ერთხელ გირჩევთ ყველას აქ ამოსვლას. გავეცანით ამ შესანიშნავ კომპლექსს. აი ესე და ეხლა წამოვალთ. აი ესე გავუყვებით ბილიქს. აი ამ ქედზე ჩავალთ და ესე დავბრუნდებით სოფელ ციხიანში. ზად შემოხვდა მახარობლიან ციხე და ჯაღმიანთ ეკლესია. აღსანიშნავია, რომ მახარობლიან ციხე იგივე კვირაცხოვლის კოშკი, 7 სართულიანია. ჩამოვედით სოფელ ციხიანში. აქ მდებარეობს კიდევ ერთი ეკლესია, რომელსაც შარუმიან ცეცხლის ჯვარსაც უწოდებენ. მოკლედ დღეს ძალიან კაი დღე გამოგვივიდა, ბევრი ვიარეთ, დავიღალეთ. კაი რაღაცები ვნახეთ. მეგობრებო, ხო კაი დღე იყო? მოკლედ ავედით ზემოთ, აი იქ რა ვნახეთ? ქოროღოს კომპლექსი. ქოროღოზე ავედით, შემდეგ ას წრე დავარტყით აქეთ და აი სეთურნის ცეცხლის ჯვრის კომპლექსი ვნახეთ და ჩამოვედით ისევ აქ. როგორც ისევ აქ დავბრუნდით. ჩემი მეგობრები დროებით დაგემშვიდობებიან მეც. მომავალში ხოდრამდე დამშვიდობოთ მეგობრებო და მომავალში კიდე სადმე სახეტიალოთ ხო? მომავალ ხეტიალამდე.
კიდევ რო ისო ვნახოთ ამ ვიდეოში და